საღამოშობისა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ადამიანზე, რომელსაც აქვს პოტენციალი რომ გახდეს კრივის მომავალი ლეგენდა. ალბათ დავეთანხმებით იმაში, რომ მძიმე წონის კრივი უკვე ნელ-ნელა დაბერდა. ის ტოპ სპორტსმენები ვინც არიან მძიმე წონაში ნელ-ნელა ასაკი ეთყობათ და ვერ არიან საუკეთესო ვერსიების საკუთარი თავების. სულ რაღაც რამოდენიმე დღის წინ ნახეთ მძიმე წონის კრივის ამჟამინდელი მეფე უსიკით როგორ გამოიყურებოდა ადამიანთან, რომელსაც მეორე კრივის ორთაბრძოლა ჰქონდა. ამ ბრძოლაზე ჩავწერე ვიდეო თუ რა ემოციები მქონდა ამ ჩხუბის ნახვის მერე და შეგიძლიათ ნახოთ აი ეგ არის. და ზუსტად ამ ფაქტის გამო რომ ნელ-ნელა მძიმე წონის კრივი დაბერდა ბჭყალებში, გვჭირდებოდა ახალი სისხლი. და ჩვენ მივიღეთ ახალი სისხლი კი არა მივიღეთ ახალი მონსტრი სახელად მოზეს იტომა. თუმცა კრივს აქტიურად აადევნებს თვალს, შეიძლება იკითხოთ, ვინ არის ეს მოზეს იტომა? თუ იტაუმა, როგორც ითქვის მისი გვარი. მოზეს იტომა გახლავთ 21 წლის, დიახ, არ მოგესმათ, 21 წლის მძიმე წონოსანი მოკრივე, რომელმაც სამოყვარულო კარიერაში უკვე ყველას გადაუარა და პროფესიონალებში გადმოსულია უკვე რამოდენიმე წელია და უკვე შტურმით აიღო, შეგვიძლია ვთქვათ, მძიმე წონა. ის გახლავთ 1.94 სანტიმეტრი, კარგი ჯანიანი ტიპი. მისი რეკორდი ამჟამად არის 14-0-ზე 12 ნოკაუტით და აი რო შეხედა ვერნაერად ვერ წარმოიდგენ რომ ეს ტიპი არის 21 წლის. მაღალი, ნავარჯიშები, სრული წვერი, ძალიან ჯანზე და მძიმე წონაში უკვე 14 პროფესიონალური ბრძოლა აქვს ჩატარებული და 12 ნოკაუტი მოგებული. ვინც საბრძოლო სპორტში რკვევით, დამეთანხმებით ალბათ ყველა რომ 21 წელი მით უმეტეს მძიმე წონოსანი მოკრევისთვის ძალიან პატარაა. სწორედ ამიტომ თავიდან სკეპტიკულად უყურებდნენ მას და ამბობდნენ რომ აი სამოყვარულო კარიერაში წარმატება ჰქონდა, მაგრამ მან თავის ტოლებს და არც ისე მაღალი დონის ოპონენტებსგან უპირისპირებდა, მაგიტოს ჩანდა ეს ყველაფერი შთამბეჭდავი. მაგრამ ნურას უკაცრავად შარშანეს ჩვენი მოზესი შეხვდა დილიან უაიტს და დილიან უაიტი საერთოდ არის პატარა სახელი. თითქმის ყველა ელიტარულ მძიმე წონასთან ქონია ჩხუბი დილიან უაიტსა საერთოდ არის ხელწამოსაკრავი. სწორედ ამიტომ მაყურებლების რაღაც ნაწილი ნაადრევ ნაბიჯად მიირთვლი და ამ ყველაფერს მოზეს იტომასთვის. ზოგი მიიჩნევდა რომ ეს ნაბიჯი სწორ ნაადრევი იყო და 21 წლის ბიჭის ესეთ გამოსლო პოინტაში შეშუვა თლაც სწორი გაწყვეტილება არ იყო. მაგრამ რა მოხდა რეალობაში? მოზეს იტომა პირველივე რაუნდში დაანოკაუტა დილიან უაიტი. რაც საკმაოდ ხმამაღალი განაცხადია. დილიან უაიტს მოზეს იტომასთან ბრძოლამდე ჰქონდა მხოლოდ 3 წაგება. აქედან 2 წაგება იყო ერთი ტაისონ ფიურის და მეორე ანტონი ჯოშუასთან. ანუ ესეთ ელიტარულ მებრძოლთან ჰქონდა გამოსლებ დილიან უაიტს და 21 წლის ბიჭი შევიდა და პირველ რაუნდში გააცამტვერა. ეს ცოტა უსიამოვნო ხა იმიტომ აქ რო ავად ვარ და ეს ერთი ვიდეო მაპატიეთ. და აქ უკვე ნელ-ნელა თუ ბოლომდე არა ნაწილობრივ მაინც გააცამტვერა ის ეჭვები რაც ხალხს ჰქონდა. მაგრამ ეს ყველაფერი არის მორიგი სიგიჟე შემოგთა 20 წელს მოზეს იტომამ, როდესაც ის ჯერმეინ ფრანკლინს დაუპირისპირდა. ჯერმეინ ფრანკლინი არის მოკრივე, რომელსაც აგურივით თავი აქვს და მისი გათიშვა ძალიან რთული დავალებაა. მოზეს იტომასთან შეხვედრამდე ის არასდროს არ იყო გათიშული, ჰქონდა მხოლოდ 2 წაგება, ნაჩუქარი ჰქონდა დილიან უაიტთანაც და ანტონი ჯოშუასთანაც და არც ერთთან ნოკდაუნშიც კი არ იყო ჩავარდნილი. და რა ქნა ამ ჩვენმა 21 წლის მონსტრმა მესამე რაუნდში ნოკდაუნში გაუშვა და მეხუთე რაუნდში დააფინიშა. ანუ ადამიანი რომელიც ნოკდაუნშიც კი არ ვარდებოდა და მხოლოდ 2 წაგება ჰქონდა და აქედან ნოკაუტი არც ერთი არ იყო, ჯერ დააგდო, მერე დააფინიშა. ანუ ანტონი ჯოშუას რომელსაც ქვემეხივით მარჯვენა ხელი აქვს და უძლიერესი დარტყმა აქვს, მასთან ნოკდაუნშიც კი არ ყოფილა ეს მებრძოლი და მოზეს იტომამ ჯერ ნოკდაუნში გაუშვა, მერე დააფინიშა. ანუ თავად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ხელთ არის მებრძოლი უდიდესი პოტენციალით. 14 ჩხუბი, 14 გამარჯვება, 12 ნოკაუტი. და მხოლოდ 21 წლის არის. ნუ ერთი-ორი წუთი იმასაც შევეხოთ თუ რა აძლევს ამ გამარჯვებების საშუალებას მოზეს იტომას. ერთი ის რომ ძალიან ჩქარია მძიმე წონასისთვის, აი ძალიან კარგი სისწრაფე აქვს. მეორე ის რომ ცაცია და ძალიან დიდ უპირატესობას იღებს ეს ოპონენტებთან ამ ყველაფრით და მესამე ისიც შეგვიძლია ვთქვათ რომ სწორი ხასიათი და სწორი მიდგომა აქვს სპორტის მიმართ. რაც იტოვებს მომისმენია საკმაოდ თავდაბალი და გაწონასწორებული ადამიანი ჩანს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან როგორც მოვახსენეთ 21 წლის არის და საკმაოდ დიდი რისკია ხოლმე იმის რომ როცა ესეთ ადრეულ ასაკში აღწევ ამ ხელა წარმატებას ან თავში აგივარდეს რაღაც დამოკიდებულება შეგეცვალოს რაღაცების მიმართ. და ამის რისკს შეჯობებით ვერ ხედავ ამ ადამიანში, იმიტომ რომ საკმაოდ როგორც ვახსენეთ, თავდაბალი და გაწონასწორებული ადამიანი ჩანს სწორი მაინდსეტით, რაც ძალიან დიდი და კარგი ფაქტორია. ამიტომ ეს ერთი შეღებებით არ ჩანს ის რაღაც ერთი დეტალი, რის გამოც მისი წარმატება შეფერხდება. იქნება ის ფიზიკური მოანცემები, რინგში შესაძლებლობები, თუ რინგის გარეთ ხასიათი, ჯერ ვერაფერს ვერ ხედავ სუსტად. ნუ ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერს დრო ჭირდება, აი როცა რაღაც ახალი მებრძოლი ამოღზევდება ხოლმე და ამოღზევდება რა არის. როცა ახალი მებრძოლი გამოჩნდება ბაზარზე და კარგი რეიტინგი აქვს, კარგი სტატისტიკა აქვს და ასე შემდეგ, ბოლოს აი როცა ჰაი ლეველზე არის, რაღაცა სისუსტე გამოჩნდება ხოლმე, ან კარდიო არ აქვს, ისეთ როგორც ელოდი, ან როგორც საჭიროა მაღალ დონეზე, ან უცებ ნიკაპი არ აქვს, ისეთი გამძლე როგორც სჭირდება, მძიმე წონაში, ან რაღაც დეტალი ჩნდება ხოლმე, რომელიც მათ
აღმართვას აფერხებს. ამჯერად მოზესი ტომას შემთხვევაში რა არის ეს არ ვიცი და ვინც ისიქნებ ვერასდროს ვერც გავიგოთ ისე გააგრძელოს კარიერა რომ დაუმარცხებლად დაამთავროს ეს ყველაფერი და მართლაც როგორც ვიდეოს ტიტულში მიწერია ლეგენდა გახდეს. იყო აქტიური საუბარი მისი ბრძოლის შემდეგ რომ უსიკთან დაპირისპირება იქნებოდა საინტერესო. მე მაინც ვფიქრობ რომ ჯერ ადრეა ეს ბრძოლა, აი 21 წლის ბიჭი კი გავიგეთ დილიან ვაითი, ჰერგოვიჩი და ესეთ ბრძოლები, მაგრამ უსიკი მაინც მაღალი დონე მგონია. ნუ ბოლო ჩხუბის მერე შეიძლება იჭობი უფრო მოიმატოს, რადგან უსიკმა ვერ შეამოგთავაზა კარგი პერფორმანსი, მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ უსიკი ჯერ ზედმეტად მაღალი დონეა ეხა 21 წლის ბიჭისთვის. მოკლედ ვისაც კრები გიყვართ და აქამდე არ ავდევნით ამ ბრძოლას თვალსა არის ძოდი მის შესახებ, გირჩევთ რომ თვალია დონთაწი მის ბრძოლებს და მის შემდეგ დაბიჯებს. რადგან ვინც ის რა მოხდება, იქნებ მართლა წლების მერე შევხედოთ ამ ვიდეოს და ვთქვათ რომ ვა, მართლა ლეგენდა ყოფილა ტიპი და აი თავიდანვე იტყობოდაო. თქვენს ფიქრობთ ამ თემაზე, თუ იცოდით ამ ბრძოლის შესახებ და მიწერეთ კომენტარებში, თუ არ იცოდით და ეხლა გაიგეთ რა შთაბეჭდილება დაგჭათ და ასე შემდეგ მითხარით კომენტარებში. დღეს შედარებით მოკლე ვიდეო გამოვიდა, იყო რაღაცეების სისხლემაც ვიდეო, მაგრამ სიმართლე გითხრათ, საუბრობთ აკარგადაც, ამიტომ დღესაც სულ ეს იყო. თქვენი აზრით დამიწერეთ, რაზე გესწრებათ ვიდეო, ეგეც დამიწერეთ და ვაფშე თუ გიათ რამე საჭმის რეცეპტიც დამიწერეთ. აბა კარგად.